აკრიტიკებდით, მაშინ გრცხვენოდეთ. ევროვიზიის ქართულმა წარმომადგენლობამ აშკარად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა წლევანდელ კონკურსზე სოფო გელოვანის და ნოდიკო ტატიშვილის დუეტი გაუშვა. წყვილის წარმატებაზე ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც ევროვიზიის ფორუმებზე აქტიური გარჩევები დაიწყო. თუმცა ეხლა, როდესაც კონკურსამდე სულ რამოდენიმე დღე რჩება, ბუკმეკერები თავის ფსონებს აკეთებენ და საუკეთესოთა შორის საქართველოსაც მოიცაძრებენ. ამაში აზერბაიჯანელი სტუმარიც კი დაგვეთანხმა. Фарид Мамадови нодис და სოფის გამგზავრებამდე რამოდენიმე დღით ადრე სტუმრობდა საქართველოს. Я думаю, у них это получится. И вот букмекеры тоже их считают хорошими, то есть в тройке описывают. თუმცა რა საჭიროა განსჯადადავა. ჩვენ პირდაპირ ევროპელი ბუკმეკერების ოფიციალურ განცხადებებზე გადავალთ. მანამ სანამ ქართული დუეტი შვედეთში ქალაქ მალმოში ბოლოს სამზადის და რეპეტიციებს გადის, ბუკმეკერების ფსონები ასეთია. ფავორიტებს შორის პირველი ნახევარფინალური შოუს მონაწილეები მოისაზრებიან. როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, მეორე ნახევარფინალი წელს გაცილებით სუსტი იქნება. თუმცა სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილის სიმღერით Waterfall მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალურ შოუზე 16 მაისს წარსდგებიან და ერთ-ერთ ძლიერ მომადგენლებად მაინც სახელდებიან. სტატიაში დაწვრილებითაა მოყვანილი შემსრულებლების მიღწევების და მათი შიდა შესარჩევის შესახებ. ბუკმეკერები დიდ ფსონს სწორედ საქართველოს ედებენ. თუმცა მათ გვერდით გამარჯვების პრეტენდენტებად კიდევ რამოდენიმე ქვეყანა სახელდება. You listen to me when I whisper. Tante volte dentro me ho sentito un vuoto che broken words in your ear. ნორვეგიის წარმომადგენელი მარგარეტ ბერგერი ერთ-ერთ რჩეულად მიიჩნევა. თუმცა მასზე გაცილებით მაღალ ფსონებს კანტორები რაც არ უნდა გაგვიკვირდეს აზერბაიჯანელ ფარიდ მამადოვზე აკეთებენ. მას საბერძნეთის წარმომადგენელი ჯგუფი კოზა ნოსტრა მოსდევს, რომლის შესახებაც ბუკმეკერებიც კი ხუმრობენ. თუმცა ფავორიტებს შორის მაინც მოისაზრებიან. კიდევ ერთ ძლიერ კონკურენტად სან-მარინოს წარმომადგენელი ვალენტინა მონეტი ითვლება. თუმცა ქვეყნის ზომებიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელს მხოლოდ გამართლების და შემსრულებლის მომხიბვლელობა თუ გადაარჩენს. თითქმის ყველა ფორუმსა თუ გამოცემაში ქართულ დუეტს მოწინავე პოზიციები უკავია. არ ვიცით იმის დამსახურებაა, რომ Waterfall წინა წლის გამარჯვებული სიმღერის შვედ კომპოზიტორს თომას ჯეისონს ეკუთვნის, თუ იმის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამართლა, მაგრამ ფაქტია, რომ 14, 16 და 18 მაისს ბევრი სანერვიულო და იმედია გასახარიც გველის.